არანაირი ყურადღება რო არ მოხდა მთავრობისგან, გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებიც აღარ გაგვეშვა სკოლაში და მთლიანად გაიფიცა მთელი დაბა. დირექციის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, მოუწოდა მშობლებს, რომ ბავშვები გამოუშვან სამშაბათიდან უკვე სკოლაში. არ გაუშვებ, თუ არანაირი ყურადღება არ მოექცა დაბას, არ გაუშვებ. მოქმედებ ცხრილის მიხედვით. თუ დაამთავრა მეოთხე გაგეთილი, ესე იგი შემიძლია ავიდე აქცია. გაუდიდა ეს ფარისებრი ჯირკვლები, ძალიან გაუდიდა და წავედით ჰემატოლოგიურში იაშვილში. ყველა ანალიზი ჩაუტარეთ და ის რა ქვია, ბოლოს ფილტვები გადაუღეს და საცხოვრობთო თვითონ ექიმი მეკითხება და კაზრეთში ვცხოვრობთ მეთქი და გასაკვირი არ არის ბავშვს რომ ესეთი გადატვირთული ფილტვები აქვს. მეორე ბავშვს კიდე კეთილთვისებიანი ისა აქვს ფეხზე. სიმსივნური წამონაზარი დაბადებიდან მოყვა ეს. ორსულობის პერიოდში მეუბნებოდნენ, გადი ექიმი მეუბნება, წადი სამი თვე სხვაგან იცხოვრე, მაინც სანამ ბავშვი ჩამოყალ. ყველას მაგას ეუბნება, ყველა ექიმი. სად უნდა წავიდეთ, გეკითხები, სამი თვე სად უნდა წავიდე და სად უნდა გადავსახლდე, რომ ეს როცა ჩანასახია მუცელში, რომ რაღაცა არ დაემართოს ბავშვს. არ არის რა კევებია ისეთი. ორი დღე გაჩერდა მაღაზიები. თვითონ მაღაზიებმაც დაკეტეს, რომ შემოგვიერთდნენ როგორც სიტყვია. მე რომ ეს პური აღარ შემოდიოდა და კრიზისი მოხდა უკვე, მე გაიღო ისე. ბევრი ამბობს, რომ შეიძლება აღარც იყოს ხელფასები, არც და არ გქონდა ვერც აკრიფავთ ვალებს და შესაბამისად ხა მე ვისწრიო, მე საიდან აკრიფავ, ხო ეს ვალები. საღამოს უკვე იქიდან რომ მოდიან, შემოდიან, იგროვენ ელემენტარულ სპურს, სიგარეტს, მეტი არაფერს. მივდივარ სახში. იანვარს ხილფასი არ აგვიღია. იანვარს სულად გვაქვს ნამუშევარი, არ აგვიღია არაფერი. ახალ მაღაზიები გვაძლევენ საჭმელს, რომ ხელფასები არ იცის ვიდროდის და ერიცხება. არ შემოდის. საერთოდ დაბაში არაფერი არ შემოვაქვთ. მაღაზიები ცარელა, ფული არ არის ხალხში. შესაძლებელი. შიმშილობა როდის დავიწყე? არ იცი ყარბოს. მესამე დღეს იღებინება მქონდა, ცუდად ვიყავი და გადამიყვანე სამანტყეში და ავამაშნა, რომ პანკრეასი მქონდა გაღიზიანებული შიმშილის და სიცივის ნიადაგზე. მე ამით გამოვხატე ჩემი პროტესტი ამ სამართლობის მხრივ და ახლა გამომჯობლდები, რამდენიმე დღე შევდი, ისე ვიქნები, ჩვენი. სანამ ჩვენ მიზანს არ მივახცევთ. უკან დასახევი არაფერი გვაქვს, რა უნდა დავიხო, რაზე დავიხო უკან, რისთვის? რატო? მე ჩემს შვილებს რა უთხრა? მამაშინ იქიდან გამოვიქცა და შირები ხარ სახში თქო. იქ არ იყო სადაც უნდა ყოფილიყო თქო. ჩემო საყვარელო დედიკო, გილოცავ დედის დღე და